კაი, გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა, მოსწავლებელი და დღეს ლიპარას გეუბნებოდი ჩვენი გადაცემის დღე და გოდერძის ჩოხელის ერთი მოთხრობა მინდა გაგაცნოთ აღდგომასთან დაკავშირებით. ფილმიც აქვს გადაღებული გოდერძის ჩოხელს, რომელსაც აღდგომა ქვია, მაგრამ დღეს სხვა მოთხრობას გაგაცნობთ აღდგომაზე ტელეფონიდან წავიკითხავ, იმიტომ რომ წიგნები დღეს ყველგან გვხვდება და თუ კითხვა გვინდა, ყველგან მიპოვით საკითხავს. მაგრამ თქვენ მოსმენისთვის მომემზადეთ და დავიწყოთ. გოდერძის ჩოხელი, ვიცოდი, აუცილებლად იქნებოდა აღდგომა. აი ახლა ამ მოთხრობის წერასაც ძია საშა მაბედვინებს. იგი სულეთის ქვეყნიდან გამომყურებს და თითქოს მაქეზებს. დაწერე. მანამდე კი სანამ ძია საშა გახდებოდა, ჩემთვის ბატონი საშა იყო. ყველასთვის მკაცრი და წესრიგის მოყვარე ბატონი საშა. რუსთაველის პროსპექტზე მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის გამგე, რომელმაც სულ ზეპირად იცოდა, რომელ ჯგუფში რამდენი სტუდენტი ვიყავით და ვინ როდის, რამდენი წუთით დავაგვიანეთ. აბა ამა თუ იმ ლექციაზე დაირეკებოდა თუ არა ლექციის დაწყების ზარი, ბატონი საშა შემოივლიდა ინსტიტუტს, ყველას აუდიტორიის კარს შეაღებდა, კარში გაჩერდებოდა და დაითვლიდა 1, 2, 3 სად არის მე-7, სად არის მე-8 და ასე შემდეგ. იმის მიხედვით რამდენი სტუდენტი ვაკლდით ლექციას. მე რა კი მთიდან ვიყავი ჩამოსული, მეცხვარეს მეძახდა. ხშირად მაგვიანდებოდა განსაკუთრებით პირველ ლექციაზე და ბევრჯერ მიმისწრია იმ დროს, როცა ჩემი მისამართით ხმამაღლა ყვიროდა ბატონი საშა, სად არის მე-8, მე თქვენ გეკითხებით სად არის მეცხვარე. მოვა პატივცემულო, ხომ იცით შორს ცხოვრობს იმხანად ნათესავთან ცხოვრობდი ლოტკინის გორაზე. აგე მოვიდა ეუბნებოდნენ ჩემი თანაკურსელები და მეც დანაშაულში დაჭერილი თავჩაღუნული ვჩერდებოდი კართან. რატომ აგვიანებ, მე რამდენად მიყვიროდა ბატონი საშა. ავტობუსს დააგვიანდა ბატონო საშა და მეც ვეღარ მოვედი დროზე. ავტობუსი არ ვიცი, მე ავტობუსი არ სწავლობს ამ ინსტიტუტში და რაც ჩემი საქმეა, სად დააგვიანდა. შენ რატომ აგვიანებ, შენ მეცხვარე შენა. რას მოეთრეოდი მთიდან თუ ინსტიტუტში დროზე მოსვლა არ შეგიძლია. ყოფილიყავი ცხვარში. მაპატიეთ პატივცემულო, მეც აღარ დავაგვიანებ. დააგვიანებ და დაემშვიდობე მოგიხსნე სტიპენდიას. მემუქრებოდა ბატონი საშა. მაშინ სტუდენტისთვის სტიპენდია განსაკუთრებით რაიონებიდან ჩამოსულთათვის ყოფნა არ ყოფნის ტოლფასი იყო და ყველა ვცდილობდით როგორმე არ დაგვეგვიანა, რომ ბატონ საშას თავისი მუქარა მართლა არ შეესრულებინა. მახსოვს ერთ ქუთაისელს როგორ დაემუქრა. ქუთაისი, მოგიხსნი სტიპენდიას. არ მაქვს პატივცემულო, ნიშნის მოგებით და ღიმილით შეეპასუხა ქუთაისელი. დაგინიშნავდა მოგიხსნი. თავისი პრინციპიდან არ გადაუხვია ბატონმა საშამ და რაც შეპირდა, მართლა შეასრულა. ქუთაისელმა ბატონი საშასთვის სამაგიეროს გადახდა მოინდომა და თავისი თანაკურსელი აიყოლია. ბუტაფორულის საამქროდან თავისი სპექტაკლისათვის გამზადებული კუბო, სასახლეს რომ ეძახიან ზოგისთვის მართლა რომ სასახლეა და ზოგისთვის მართლა კუბო, თავიანთ აუდიტორიაში შეიტანეს. მაგ ქუთაისელი სტუდენტი ჩაწვა, გულზე ხელები დაიკრიფა და ასე დაელოდნენ ლექციის დაწყებას. დაირეკა ზარი. იმათ აუდიტორიის კარი ჩვეულებისამებრ შეაღო ბატონმა საშამ, დაითვალა სტუდენტები და იკითხა: სადაა ქუთაისი? მოკვდა პატივცემულო. ტირილი მორთეს ქუთაისის თანაკურსელებმა. ბატონის საშას შეცვა. როდის, როგორ, რა დაემართა? კითხულობდა შეშფოთებული. ლაღიძი წყლის დასალევად იყო შესვენებაზე გადასული რუსთაველის პროსპექტი გადმოირბინა და მანქანამ დაარტყა. მიქვედალია სული და ესაა ჩავასვენეთ. ფარდის უკან სასახლეში ჩასვენებული ქუთაისი აჩვენეს სტუდენტებმა და ერთხანს ტირილი შეწყვიტეს. ყველას აინტერესებდა შემდეგი სცენა. ბატონი საშა თავზე დაადგა ქუთაისს და ეჭვით მიმოიხედა. მერე დაბალ ხმაზე წამოიწყო. ქუთაისი წევს, არ ინძრევა. არც სუნთქავს, გულზე ხელები აქვს დაკრეფილი. ქუთაისი, ადექი ზეზე. ცოტა ხმას აუწია ბატონმა საშამ. ქუთაისმა უფრო შეიკრა სუნთქვა. ქუთაისი ადექი ზეზე. ქუთაისი არ ინძრევა. ქუთაისი ადექი, თორემ ისევ დაგინიშნავ და ისევ მოგიხსნე სტიპენდიას. ქუთაისი არ ჩუჩუნებს. ბატონმა საშამ ჩაიმუხლა, სასახლეში მწოლი არის, გულზე ყური დაადო. ჯერ თავზე წამომდგარ სტუდენტებს ახედა, მერე ქუთაის ყურში უჩურჩულა. ადექი შეხვთვის უბედურო, თორემ ემად მართლა არ გაიგუდო და მე კი არა ღმერთიც ვეღარ დაგინიშნავ სტიპენდიას. მკვდარი სასწრაფოდ წამოხვდა ფეხზე. ბატონი საშა მშვიდად გავიდა აუდიტორიიდან, იგი ჩიატანის კაცი იყო. ასაკი არ ეტყობოდა. მე მგონი თეატრალური ინსტიტუტის დაარსების დღიდან აქ იყო და მთელი ამ ხნის მანძილზე რუსთაველის პროსპექტზე მოსეირნე ხალხი ხშირად გაკვირვებულნი უყურებდნენ სასტუმრო თბილისის ქვეშ მდებარე სახინკლედან, როგორ ფაცხა-ფუცხით მიყავდა ქუჩაზე გოლიათები.
ხან ბატონი დოდო აბაშიძე, ხან ზურა გახპიანიძე და რა ვიცი, სავსე იყო გოლიათებით ინსტიტუტი. ვინც არ იცოდა, ვინ იყო ბატონი საშა, გაკურებული იყო ამ სანახაობით. ვერაფერი გაიგოთ, რატომ ეშინოდათ ამ გოლიათებს ასეთი ჩიატანის კაცისა, მაგრამ ათეული წლების მანძილზე მეორდებოდა ასეთი სცენები და ბევრმა უკვე იცოდა რაც ხდებოდა. ერთხელ ისიც იყო გავწდი ოპერის შენობას, რომ ჩემი თანაკურსელი კარგად მოსული თეძუებიანი გოგო წამომეწია. შეშინებულმა ხელკავი გამომდო და ჩამჩურჩულა. ჩქარა ზარი უკვე დაირეკა. საშა მოგდებს უკან. ფეხს აუჩქარეთ. უკიდან გვესმის ბატონის საშას კომენტარები. მეცხვარე ისე დააგვიანია რა? არ მიიხედო, ვითომ ვერ ხედავ. ჩამჩურჩულა გოგომ. ვითომ არ ისმით, ეს კი ნახე, როგორ მიაქანავებს. გვეწევა ბატონი საშა, ჩემი თანაკურსელი აღშფოთებული სახით მიუბრუნდება და წინ გაუჩერდება. ჩანთავს, გოგო, ჩანთავს, დაუყვავა ბატონმა საშამ და მერე სამივემ ერთად აუჩქარეთ ნაბიჯს. იმ დღეს გადავრჩი, რომ სტიპენდია არ მომიხსნა, მაგრამ ერთი კვირის მერე ისე ოპერის თეატრთან მომესმა ჩვენ ინსტიტუტიდან ზარის ხმა. მეცხვარე ისევ არ იშლი დაგვიანებას არა? უკიდან ბატონი საშას ხმა გავიგონე. მოვიხედე. მართლა ისა, რა ვიცი, ამ ბოლო დროს თვითონ რატომ აგვიანებს ეთყობა ავადაა და მაინც დადის სამსახურში, თავს არ უტყდება. ელდანაცემი გავიქეცი ინსტიტუტისაკენ, ძირს არ ვიხედები, მეშინია, არ დამეწიოს და აუდიტორიაში მინდა დავხვდე შემოწმების დროს ის იყო მივახციე ინსტიტუტის შესასვლელს, რომ უცებ ასპალტი ჩაინგრა და მიწაში ჩავარდი. ეთყობა ამ ადგილას გამდინარე წყლებია და რუსთაველის თეატრის შენობაც, რომელიც ჩვენ ინსტიტუტს ეკვრის, იმან დააზიანა. ცოტა ხნის გონება დავკარგე. მერე ბატონი საშას ხმა შემომესმა. მეცხვარე, ავიხედე ქვევრის პირივით პირ მოღებულ ასფალტს ზემოთ ბატონი საშა ჩამომჩერებია. რა გინდა მან? მიწის ზემოთ არ გეყო გაცდენები და ახლა მიწაშიც მემალები არა? ამოდი ზემოთ, ამოდი ჩქარა. მე წამოვიწიე, მაგრამ ღონი არ მყოფნის, ისევ ვარ გაოგნებული. არ ამოდიხარ, ხომ? დამაცა მოგიხსნე სტიპენდიას და იჯექი მან მეორე მოსვლამდე. აღდგომას დაელოდე. მე შენ გიჩვენებ როგორ უნდა სტიპენდიის მოხსნა. ორმოში მესმოდა ბატონი საშას მუქარა, რომელიც უკვე ინსტიტუტში შევიდა. ვიჯექი ბნელ ორმოში და ვფიქრობდი, ეს რა იყო, რა დამემართა. ან ეს ორმო საიდან გაჩნდა, მაინც და მაინც ახლა ბედი არა მაქვს და ეგ არის. ახლა კი მართლა მომიხსნეს სტიპენდიას და რა მეშველება. სახლიდან ვინ რას გამომიგზავნის თვითონ უჭირთ. რას ავიტეხი ეს კინო და თეატრალური ინსტიტუტი, ყოფილიყავი მართლა მეცხვარე. ყველაფერი იმის ბრალია, ვინც პირველად კინო მოიტანა გუდამაყარში. მაშინ მესამე კლასში ვიყავი. მთელ ხეობაში გავარდა ხმა კინო მოიტანეს ამ საღამოს უჩვენებენო. აუარება ხალხი შეგროვდა სკოლის შენობასთან, რომლის ერთ კედელთან თეთრ ზეწრებს კიდევდნენ ეკრანის სანაცვლოდ. დაღამებას ელოდებოდნენ, სიბნელეში უფრო კარგად გამოჩნდებაო. ერთმა ჩვენებურმა კაცმა შეგვაშინა. კინოს კი ნახავთ, მაგრამ თავიდან ფრთხილად თუ არ იყავით, კინოს ისეთი მჭახე ხმა აქვს, შეიძლება ყურის ბარაბნები დაგიხეთქოთ და დაყრუდეთო. ჩვენც შევშინდით. ნუ გეშინიათ. მე წინ დავდგები, ყურებში თითებს გავიკეთებ და თქვენც გაიკეთეთ. მერე მომენტს შეურჩევ, როცა დაბალ ხმაზე ილაპარაკებენ, ნელ-ნელა გამოვწევ თითებს და თქვენც ასე ქენით, ნელ-ნელა შეეჩვევით. ყველამ თითები გავიკეთეთ ყურებში. ჩამობნელდა. დაიწყო კინო. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო? კინაღამ გადავირიე იმ არაჩვეულებრივი სანახაობით. ხედავ ჩვეულებრივად დადიან იმ უჩვეულო მეორე სამყაროში ადამიანები. ლაპარაკობენ, მივიხედე, ყველას გამოღებული აქვს ყურებიდან თითები და გულიანად იცინიან. მეც მინდა მოვისმინო რას ლაპარაკობენ კინოში, მაგრამ დაყრუებისა მეშინია. მერე ჩემთვის გადავწყვიტე. მოდი რაც იქნება, ჯანდაბას ერთი ყურით დავყრუდები, ოღონდ მოვისმინო რას ლაპარაკობენ, რაზე იცინის ეს ხალხი, მაგრამ კარგა ხანს იმაზე ვიჭოჭმანე, რომელი ყური გამეწირა, მარჯვენა თუ მარცხენა. ბებია ჩემის ნათქვამი გამახსენდა, კაც რასაც მარცხენა ყურში ეშმაკი ჩასძახებს, მიდი ასე გააკეთე, ასე ქენიო, მარჯვენაში კეთილი ანგელოზი ლაპარაკება და ჭყვაზე არიგებს. რა კი ასეა მარცხენა ყურიდან გამოვწიე თითი და ეკრანიდან ძახილი გავიგონე. გოდერძი შვილო, ვაი, მიცნო, მე მეძახის. გამიკვირდა მე. რა ვიცოდი რომ ჯარისკაცის მამა თავიშულს ეძახოდა, იმ დღიდან მოვიწამლე კინოთი და სხვა საქმეა რა გადამხდა და როგორ ჩავაბარე ინსტიტუტში. როგორ დავწერე კინოს გარჩევის ნაცვლად ლექსი. რა კი რუსული არ ვიცოდი და გამოსტაზე რუსული ფილმი გვაჩვენეს. ვერაფერი ვერ გავიგე და შემოცხვა. ცარიელ ფურცლებს ხომ არ ჩავაბარებდი. ლექსი დავწერე ირემზე, რომელიც ბარად ჩამოვიდა და დაჭრეს. არწივზე და მგონი კიდევ შვილის ნუკრის შეურიე შიგ. ყველა ამათგანში კი ჩემს თავს გულისხმობდი. სწორედ ამ ლექსმა გადაწყვიტა ჩემი ბედი.
Გამიყვანეს მეორე გამოცდაზე, მოდიოდნენ ჩემს სანახავად, მთიდან ვიღაც პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოსულა და კინოფილმების გარჩევას გამოსცაზე ლექსსა და წერსო. ერთი დარბაისელი კაცი შემოვიდა, გამომკითხა, ვინ ხარ და საიდან ვარ მოუყევი, რატომ მიყვარს კინო? მე იმ კაცმა მხარზე ხელი დამადო და მითხრა, შვილო, მიგიღებთ, ოღონდ ჩემი თხოვნა იქნება თბილისმა არ გაგაფუჭოს. წავიდა ის კაცი. მე რეგა გავიგე რომ ინსტიტუტის მაშინდელი რექტორი იყო, აი ახლა ინსტიტუტის წინ ფეხქვეშ ასფალტი ჩამენგრა. ვზივარ იმ ორმოში და თან იმ კაცის ხმა მესმის, თან საშას მუქარა რომ მომძახის სტიპენდიას რა ვქნა, ხა? ამოფოფხდი მაღლა და დარდიანი შევედი ინსტიტუტში. მერეს დარდიანი დავდიოდი, ვიცოდი შემისრულებდა ბატონი საშა დანაპირებს. დადგა სტიპენდიების გაცემის დღე. მე რა თქმა უნდა სალაროსთან არ მივსულვარ, მაგრამ ჩემმა თანაკურსელმა მითხრა, მოლარე გეძახისო. გულში იმედი ჩამესახა. 40 მანეთი მქონდა, რა კი 4-ები მეწერა საგამოცდო მატრიკულში. ხუთოსნებს 50 მანეთს აძლევდნენ. ახმეტელის სახელობის სტიპენდიანტებს 60, მარჯანიშვილისას 80, ხოლო ლენინურ სტიპენდიანტებს 100 მანეთს. ჩოხელი, რატომ არ იღებს სტიპენდიას, ჰა? გამიღიმა მოლარემ. აღარა მაქვს, მომიხსნა ბატონმა საშა. მოგიხსნა კი არა, მოგიმატა. აჰა, მომაწოდა მოლარემ. დავითვალე და 100 მანეთია. 60 უკან უბრუნებ, შეგეშალათ მეთქი. არაფერიც არ შემეშალა, ბატონმა საშამ ლენინური სტიპენდია დაგინიშნაო. ისევ გამიღიმა მოლარემ. ჩამოვედი გახარებული. რესტორან თბილისში მაშინ კაცი 10 მანეთი ჯდებოდა. მერე გავიგე, როცა ბატონმა საშამ ჩემზე ითხოვა ლენინური სტიპენდია დაუნიშნოთო, პროფესორ მასწავლებლებს გაკვირვებით უკითხავთ. კი, მაგრამ რა დამსახურებისთვისო? ამ ხნის კაცი ვარ და ჯერ არ მინახავს რომ ამოდენა თბილისში ამდენი ხალხი მიდი მოდის, ვინმეს ფეხქვეშ მიწა ჩანგრეოდეს და მიწაში ჩავარდნილი იყოსო. მაინც და მაინც მაგ საწყალ თიზბის ჩაინგრა ფეხქვეშ მიწა და ვინ იცის რა შიში ჭამა, ეს ჩემი პირადი თხოვნაა თქვენდამი რომ დავუნიშნოთ ლენინური სტიპენდია. ასე უთხოვია მათთვის ბატონ საშას, ახლა უკვე ჩემ ძია საშას, კომკავშირის ცეკელებისგანაც ძია საშამ დამიხსნა. რა კი ლენინური სტიპენდიანტი ვიყავი, უნდა დავალებები მოეცა და ინსტიტუტში მომადგნენ წასაყვანად. ვერ გამოვუშვებ, კაცრად განუცხადა ძია საშამ. რატო? გავუკვირდათ იმათ, რეპეტიციები აქვს, როლს თამაშობს. რა როლს? დაინტერესდნენ. მეცხვარის როლს არ დაიბნა ძია საშა. რა პიესაა? აღდგომა. ეს სიტყვა რატომღაც დამარცვლით უთხრა ძია საშამ. ისინი ნაწყენი სახეებით წავიდნენ. ძია საშა წავიდა ამ ქვეყნიდან. და ახლა როცა ძალიან მომინატრება, სულეთის ქვეყნისაკენ მივაპყრობ ხოლმე გულისყურს და მაშინ თითქოს ცხადში ისევ ხედავ ძია საშას თან მიღიმის, თან თიც მიქნევს და რაღაცას მეძახის. კაცრი ტონით იქნება ალბათ მაიმედებს, ყოჩაღად იყავი ჩემო მეცხვარე ბიჭო, არ ჩაუმუხლო წუთისოფელს. და მისი შემხედვარე მეც იმ წუთას უმხნევდები. აღარ მეშინია რომ კიდევ ჩამენგრევა ფეხქვეშ მიწა. ვიცი თუ ასე მოხდა, ჩემი ძია საშა იმდენ შეძლებს იქიდანაც მოახერხებს და მისი სულის ნათელი დამეხმარება ამ თანაც მჯერა, მთელი სულით და გულით, მთელი ჩემი არსებით მჯერა, იქნება, აუცილებლად კიდევ იქნება აღდგომა. ასე დამთავრდა გოდერძი ჩოხელის მოთხრობა, ვიცოდი აუცილებლად იქნებოდა აღდგომა. კარგ ამბებს გისურვებთ, შევხვდებით შემდეგ ლიპარასკევებას. აბა, დროებით.